ჩემთვის ყველაზე იმედგამოძვრებელი არის ხოლმე, როდესაც საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული, ანუ გულისხმობ ანტირუსული საზოგადოება უჭერს ხოლმე მხარს ესეთი ტიპის დემოკრატ სოციალისტებს ყალებში, რომლებსაც სასახად ახასიათებთ კომუნისტური ხედვა. და რატო არის ახლა ასე? იმიტომ რომ ეს ხალხი სოციალ-დემოკრატები ბჭყალებში, კიდევ მე სოციალ-დემოკრატია თავისი არსით შეიძლება კარგი იდეოლოგიაა რაღაც ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის ამერიკული ფენომენი. სოციალ-დემოკრატია არ არის ამერიკული ფენომენი. თუ ჩვენ გვინდა სუვერენიტეტი, გვინდა დამოუკიდებლობა, გვინდა გადავრჩეთ როგორც სახელმწიფო, გვინდა რუსული იმპერიალიზმის შერჩევებიდან თავის ზახსნა. ეს როგორ უნდა მოვახერხოთ? როგორ მოვახერხეთ ეს 90-იან წლებში? ეს მოვახერხეთ ტრადიციული ამერიკის მიერ კომუნისტური საბჭოთა კავშირის დამარცხების შედეგად. ეხლა, აი რატო ვამბობ ამას რა? და რა შუაშია ტრადიციული ამერიკა და რა შუაშია კომუნიზმის დამარცხება? ამერიკული საზოგადოება მე-20 საუკუნეში ფაქტობრივად ნაციონალიზმის ფორმირების პროცესში ამერიკული ნაციონალიზმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ანტიკომუნიზმი. ეს ახლა თქვენ გინდათ სოციალ-დემოკრატია დაარქვით ამას, გინდათ ევროპული სოციალიზმი და რაც გინდათ ის დაარქვით. ანუ ამერიკული საზოგადოება როგორც ასეთი ნაციონალიზმის და პატრიოტიზმის კონტექსტში ითავსებდა აი ამ ანტიკომუნიზმის ფენომენს. ეხლა რა შედის ანტიკომუნიზმში და აი როგორ ახასიათებდნენ ამერიკელები აი ამ ანტიკომუნიზმს ზოგადად რა ქვია, რა თავისებურებები ქონდა, ხო? პირველი ეს იყო რელიგიური ნაწილი, რელიგიის ნაწილი. ზეცად შემთხვევაში ხა აქ საუბარი იყო პროტესტანტიზმზე, ანუ პრინციპში კათოლიციზმზეც ცოტა მოგვიანებით ერთი. და რატო? კომუნიზმი ვიცით რომ არის ათეისტური მოძღვრება და თავისთავად ეს რელიგიის ნაწილი უპირისპირდება საბჭოთა კავშირს, უპირისპირდებოდა საბჭოთა კავშირს, რომელიც ებრძოდა ამერიკას. ანუ ებრძოდა რელიგიას. ეხლა დღეს რუსებმა რომ შეატრიალეს ეს რომ თითქოს ამერიკა ებრძვის რელიგიას და ეს რუსები იცავენ ამას, ხო? ეს იყო სრულიად საპირისპირო. ამათ იმიტომ შეატრიალეს ეს, რომ ამან იმუშავა ბევრი ქვეყნებში. რომ ავიღოთ ახლა ჩვენ პოლონეთის მაგალითი, ხო, ბოლოს და ბოლოს. პოლონეთში რელიგიამ ისეთი გავლენა მოახდინა ამ ანტიკომუნიზმში, რა ქვია, მოძრაობაში და ზოგადად კომუნისტთა ბრძოლაში, რომ თავისთავად ცხადია, ამას ისწავლიდნენ რუსები. ხო, ეს ერთი ნაწილი. მეორე, ეს არის ტრადიციული ოჯახის ფენომენი. ანუ ოჯახის როგორც ერთობის, რომელიც კომუნისტები ყოველთვის ეძახდნენ კაპიტალისტურ ფენომენს, იმიტომ რომ ოჯახი როცა გაქვს, შენ უფრო ნაკლებს ტოვებ საზოგადოებაში და კომუნაში, უფრო მეტი მიგაქვს სახლში. ანუ ეს მარტივია და ეს არის მახასიათებელი უფრო მეტად კაპიტალისტური საზოგადოებებისთვის. ანუ ამერიკელები მიიჩნევდნენ, რომ რაც უფრო ძლიერი ოჯახები იქნებოდა ამერიკაში, ეს იქნებოდა კომუნიზმის დამარცხების საშუალება. მესამე თავისთავად ცხადია ეს არის თავისუფალი ბაზარი და ამას ახლა ბევრი ახსნა არ უნდა, ხო? იქ გეგმიური ეკონომიკა და რაღაცა. და მეოთხე ეს იყო ინდივიდუალიზმი და პატრიოტიზმი. კომუნიზმი ვიცით რომ ჩვენ არის ინტერნაციონალური მოძღვრება. აქ ერებს და მუშებს აქ და სოციალურ კლასებს აქვს პრიმატი და არა ეროვნებებს, ხო? ასე რომ ამერიკული პატრიოტიზმი და მათი ნაციონალიზმი, რაც იყო ამერიკული ნაციონალიზმი, რაც დღემდე არსებობს, ხო? ეს არის შეპირისპირებაში მოსული კომუნისტთან, რაც გულისხმობს ერების თვითგამორკვევას. იმის საწინააღმდეგოდ, რომ კომუნიზმი ერების თვითგამორკვევას ეწინააღმდეგება, ხო? ეხლა დღევანდელ ტერმინებში შეიძლება მარტო America First რომ ამბობენ, ეგ არის ის რაც ფაქტურად ჩამოთვალე რა. ანუ ეხლა მე იცით რას ვერ ვიგებ? ამ ყველაფერში, როცა ამით დაამარცხა ამერიკა და გავთავისუფლდით. ხო? ეხლა შენ გახარებს ადამიანის გამარჯვება, რომელიც რაც ჩამოთვალე. ანუ რის ხარჯზეც დაამარცხა ამერიკა საბჭოთა კავშირი და გავთავისუფლდით, რაც ჩამოთვალე, აი ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება ტიპი რა.